გამარჯობა დავწერთ. გამარჯობა დათო, როგორ ახარ? კარგად. თქვენ? ჩვენც არ აგვიშავს, ჩვენ ვართ კიდევ ერთხელ ჯიმი და ნიკო. youtube.com-ის კომენტატორები, რომლებიც არაერთი ვიდეო არსებობს youtube.com-ზე ერთ-ერთი ჩვენია და კადრს უკან დროდადრო ყავს ხოლმე დათო, რომელიც როგორც დღეს ჩვენმა სანდრომ გითხრა, ყველა გადაცემა იწყება იმით, რომ ან დათო დაბრუნდა, ან არ არის, ან სადმე მიდის. ახლა ესეთი არის რა, თანამედროვე ახალგაზრდა არის, აყოლილი ამ რიტმს, თანამედროვე ცხოვრების, გლობალური ადრეს მეც თუ დავდიოდი ხოლმე პანდემიამდე. ბოლოს როდის იყო? საქართველოს გარეთ პანდემიის მერ არ ყოფილა. ნიკო, იცი რა არის? შენ ისეთი მეგობრები გყავს და ისეთი სტუმრები გყავს პოდკასტში, რომ მოგზაურობა არც გჭირდება, იცი? ყველაფერს გიყვებიან. ბოლოს ჩავწერეთ თაბეჭდილების ქვეშ. ეკაგელოვანთან აუდიო პოდკასტი, შეგიძლიათ რომ ნიკოს პოდკასტი ჩაწეროთ ეკაგელოვანი და ყვება საოცარ ადგილებში მოგზაურობის შესახებ. ხო, და ამის პარალელურად რახან მანდიდან ვიწყებთ, თქვენი პოდკასტის მეორე ეპიზოდიც დაიდროპა, როგორც ახალგაზრდები იტყოდნენ, რომელიც ამჯერად შეეხება ვის? ხო, რაჟდენ არსენიძეს, ჩვენი რადიოს პირველ დირექტორს, ძალიან მაგარ ადამიანს. ალბათ ცოტა არ გაუმართლა, როგორ ვთქვა, იცი, ახლა არ გაუმართლა რა. აი, სხვები უფრო ცნობილი არის და უფრო აი ფართოდ არის გავრცელებული სხვების სახელი, გვარები და ღვაწლის შესახებ. ხო, ყველა მიცის ვინ იყო ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, აი ჭყენკელი, გეგეჭკორი, ალიკო ჯუღელი. ესენიც არ იყვნენ ცნობილები, მაგრამ აი ბოლო კვლევებით და იმეებით, ასე ვთქვათ, გაჯაზდნენ და აი ეს რაჟდენ არსენიძე ძალიან მაგარი კაცი, მნიშვნელოვანი ტიპი, აი იუსტიციის. მე მომეწონა ყველაფერთან ერთად შესახედავად, რაღაცნაირი ძველი თაობის კაცი, რაც რო ვერ აღიქვამ, რომ ისიც ადამიანი იყო, იმიტომ რომ ხო, ესეთები რო არიან. აი ძველი პროფესორები რო იყვნენ, აი ეგეთი. ეხლა ვეღარ იქნები ეგეთი, იმიტომ რომ ეგეთ შესახედაობა რომ შეიძინო ცოტა გამოვა რაღაც განაცხადია უკვე და ის თავისით იყო ეგეთ. ხო, დიდხანს იცოცხლა 80 წელზე მეტი იცოცხლა, მაგრამ ახლა ხო გეუბნები, მაინც შეიცვალა სამყარო, რა ვიცი, ცხოვრების ხარისხით შეიცვალა, ჯანმრთელობისადმი დამოკიდებულებაც, უпроსწორად აი სიბერისადმი ასაკთან დამოკიდებულებაც შეიცვალა. ახლა ჩვენ გვყავს მეგობრები 70 წლის ხალხი, რომლებიც აი ჩვეულებრივი ბიჭურად აცვიათ და აი ცხოვრების რიტმითაც ბიჭები არიან რა, აი მოხუცები არ არიან. და ადრე აი სულ რამ აი 20-30 წლის წინ ხო, აი გახსოვს ხო, აი 50 წლის კაცებს და ქალებსაც იუბილეს უხდიდნენ აი სცენაზე და აი იჯდა ესეთი აი ცხოვრებისგან დაღლილი რაღაც აი უკვე ფინიშის წორზე გასული და ხო 50 წლის აი ძალიან ისეთი არის ხო და აქ კი ეს ასაკიანი კაცი შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ნუ არ ვიცი ზუსტად ამ ფოტოებზე სადაც ეს ძალიან დარბაისლური და ესეთი შთამბეჭდავი გარეგნობა აქვს ხო? მაგაზე მეც მიფიქრე, თქვა აი დედა ჩემის ხნის სკოლის ფოტოებს რა თვალიერებ ხოლმე ბოლო კლასელები რო არიან და კაცების ხედან იქ და ქალებიან რაღაც თქო ჩაცმულობას თუ რაღაცა შვება პატარები არიან მაგრამ შეხედავ და არიან ზროსლი კი აი მე ვფიქრობ ხო აი იმის გამო რომ აი მართლა დროება შეიცვალა ტემპი რიტმი მეცნიერება რაც გავლენას ახდენს ამ ტემპს რიტმზე ცხოვრების ხარისხზე ეს შეიცვალა და ის აღქმაც რა შენი ასაკის ხო არანაირად ახლა იყურე რა არის მეც მიფიქრია ხო ახლა ბაბუა ვარ და რაღაცა ხო ასაკი გაქვს და ხვდები რომ არ არის ეს უმნიშვნელო და პატარა ასაკი მაგრამ აი სიტყვაზე რომ ვთქვა რომ აი 20 წლით ახალგაზრდა ვიყო და რაღაცა ხო აი ისეთნაირ იმაზე ვარ ხოძზე ასე ვთქვა რომ აი არ მივტირი აი ბავშვი ვიყო სკოლაში დავდიოდე რაღაცა ეს აი სტუდენტი ვიყო და რაღაცა არ ვთვლი რომ რაღაცაში შეზღუდული ვარ აი სივრცეში და იმის გამო რომ ასაკმა შემზღუდა ხო ასეთ ასაკში ხარ ხო ყოველთვის ძველი დროით ახლოს იქნებოდი მაგასთან რაღა მიკლი ერთი ფეხით სამარეში ეგეც კიდე არა ნიკო საპენსიომდე როგორ ბავშვობაში მაგ წაკითხული ესეთი რაღაცა ცოტა იქით ხვდებით აქეთ არა უშავს იტანს ხო YouTube-ის ისა ბავშვობაში მაგ წაკითხული ესეთი რაღაცა აი რომელიღაც ის მოგზაურის თუ გადასახლებაში მყოფი ტიპი ენისეის აღწერს ეს
მდინარეს, რომ იმ სიგანი არისო, რომ ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირი არა ჩანსო რაღაც ადგილებში. და ირმები იკარგებიან, იხჩობიან როგორ ახლა ირემი კარგად ცურავს ცხენის არ იყოს. აი შუა იმაში რომ შედისო შუა მდინარემდე რომ მიაღწევსო, აღარც ის ნაპირი ჩანს, აღარც ეს ნაპირი და იბნევაო, ხო? არც იქით არის და არც აი მეც ეგრე ვარ ახლა, გაიგე? არც ახალგაზრდა ვარ და არც თლათ პენსიონერიც არა ვარ და ეს ახლა ცუდიც არის და კარგიც არის. არის ყველაფერს თავისი პლუსი და მინუსები. და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეხლა გენდერს რო ებძვია ხოლმე თუ რაცა რო არ არსებობსო და სქესი მარტო ორია თუ რაღაც არაც არის აბსოლუტური. ჭამჭელი კითხვა, რამდენი სქესია ძმა მოგეთქვა? სულ რო ქვიერ ადამიანებს თავი დაანებოთ. იყო ქალი მე-19 საუკუნეში და იყო ქალი 20-25 წელს სრულიად, ანუ ორივე ბიოლოგიურად ერთი და იგივეა, მაგრამ სხვა მოლოდინები გაქვს, სხვა მოთხოვნა აქვს შენთან საზოგადოებას, შენ თავთან ასე შემდეგ. რატო ამბობ მაგას, რომ ასაკიც ეგრეა, ნაწილობრივ სოციალური კონსტრუქტია. ერთი მხრივ ცხადია ბიოლოგიურად ახლა რამდენი წლისაც ახარ, იმდენი წლის ახარ, მაგრამ რას ნიშნავს ეს, როგორ უნდა მოიქცე მე? შეიძლება 40 წლის წინ ჩვენც იმპონში ყოფილიყავით, იმიტომ რომ ეგრე ელოდება საზოგადოება, ეგრე ცხოვრობ და კი, ესეთი ხო, კი, ეს როლი, აი როგორ გითხრა რა, როლი გაქვს, ამ როლს ასრულებ და აიცი ну цанцарев რა მოიქეცი რა როგორც შეგეფე როგორც 50 წლის კაცს შეგეფერება და რაღაცა ეგეთი ისა. აი ეს ხო ბევრი რაღაცისგან ხო აი მძიმე შრომისგან ყოფითი შრომისგანაც გათავისუფლდა ადამიანი ხო ესეც გავლენას ახდენს დროც მეტი აქვს სიტყვაზე. აი მე რა არის იცი ეს ჩემი აღმოჩენა არ არის ჩვენ ახლა 4 შვილი გვყავს და 4-ვე რაღაც სპორტთან კავშირში ახლა ეს ტყუპები კალათბურთს თამაშობენ სერიოზულად და დღეში 2-ჯერ ვარჯიში და შესაბამისად 4-ჯერ ისა 2-ჯერ ისა აბაზანა შხაპის მიღება ყოველ დღეში 5-ჯერ იცვლიან ამას იმას სპორტული ფორმები ერთი ფერი მეორე ფერი ესეც და აი ქალს რამხელა შრომა ქონდა მარტო ამით რომ აი ეს ყველაფერი აი ეს საოჯახო საქმე რასაც ქვია ამისთვის მიგეხედა ხო აი წარმოუდგენელი ჯაფა იყო და იმიტომაც იყო მე რომ რაღაც ესეთი არაქად გაცლილი ან 50 წლის ასაკში იყო ნაღდი ბებია და აი ესეთი რომ დაღლილი და მისვენებული და რაღაც ეგეთი და ну ახლა უფრო ის არის რა ხო ანუ გაადვილდა რაღაცები მაგრამ ჩვენ ახლა გადმოვხდით და შენ პოდკასტზე კაცო მართლა შტაბბეჭილებების ქვეშვარ იმიტომ რომ ახლა არის უბრალოდ ეს წელიწადში ერთხელ რომ მიდიხარ რაღაცის სანახავად და შეიძლება ყოველ წელსაც ვერა და რაღაც აი პირველად ასე იმაში უშუალო საუბარში და იმაში გაცნობის ამბავში აი პროფესიონალი მოგზაური რასაც ქვია რა იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ ეს არ არის ისე რომ აი სადღაც მიხვიდე და აი წინასწარ აი რაღაც ისინი წერტილები იქ მივიდე აი ის მოედანზე ის მე იქ მუზეუმში მე ისა ნუ აი რასაც ქვია თავგადასავალი და ეგ ადის აფრიკა ამაზონის ხეობა ამაზონის ხეები ჭალები ტევრი ქართულია? ტევრი ქართულია, რასაც რუსულად ქვია ის უშიშა ხო, ბელოვეჟკაია ტევრი მანდიდან მახსოვს. მოკლედ მოისმინეთ გაასწორებს. არა, ეს არის ტაპალინეპო. შეიძლება. დღეს ვერ გნახეთ წიგნების ბაზრობაზე, სადაც მე ვიყავი და როგორც წესი შენ ხარ ხოლმე და მე არა ვარ. კი, ხო, მაგრამ დღეს იცი რა არის ჯერ ერთი შენი ფოტოები ბევრ წიგნშია მერე ფოტოგრაფიაზეც არის და ალბომებიც არის ფოტო ასე რომ დღეს დაიწყო კვირის ჩათვლით არის და როგორც წესი მაისშია ხოლმე და ეხლა არის რაღაცნაირად ორი ცალი ტარდება იმიტომ რომ ნაწილი გამომცემლებისა გამოეყო გამომცემელთა ასოციაციას როგორც ვთქვი ძირითადად პოლიტიკური როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ნიკო კოცებსაც ექნება წიგნების ბაზრობა ცოტათი ხوره თავისი კარგი ხუბრობა იყო და ხო ეხა პირველად ჩატარდა ეს სხვა დროს სხვა ეგიდით პრინციპში რომ მივედი ყოველ ზერზე არ დავდივარ ხოლმე მეც ეხა დიდი წიგნების მყიდველი არა ვარ მაგრამ ნუ თან შორია ჩემგან თუ რაღაც ხო დიდუბეში არის საგამოფენო ხო ექსპო ჯორჯიაში მე-11 პავილიონში მაგრამ ბლომად ხალხი იყო მე ვიყავი მოდერაციას უწევდი საუბარს
OpenAI არის წიგნის ბაზრობის პარტნიორი და რაც თავისუფლებაზე და მუსიკაზე და რაღაცა მსგავსზე უნდა გველაპარაკა და ბარემ რახან იქ ხონდა ერთი-ორი სიტყვა სათქმელი. რაღაცები ვილაპარაკეთ და მე გამოვედი მეთქი იქით მედიის კუთხე იყო ძალიან საინტერესო ზიამაღლობელი იყო ძირითადად, მაგრამ არა მხოლოდ აქეთ წიგნები იქით რაღაც საუბრები და ჩავერთე, ვიყიდე რაღაცები. კი, ხო, მე ვაპირებ დღეს ჩემი მეგობრების თანამშრომლობ ხოლმე მათმაჩუკეს წიგნები და მე ორი წიგნი ვიყიდე, ერთი გიორგი ხარაიშვილის გონების პარაზიტები, იმიტომ რომ ჰორორია და მიყვარს და მეთქი ბარემ წავიკითხავ, პირველი მოთხრობა წავიკითხე, რომ მოდიოდი სახში და კარგი იყო. მოთხრობების კრებულია? ეგენის მიყვარს, იმიტომ რომ ჰორორ მოთხრობები დაждები და მზეს უმზირასავით მიდის თან ჩემი ჟანრია. და მეორე წიგნიც ვიყიდე, რომელიც წამოვიღე ჯიმ შერს, იმიტომ რომ თხოვა. წიგნი იყო ეგა. ეს არის, ესე იგი, ახალი თაობის ისტორიკოსები, ესე ქვია, გიორგი ჭკადუა არის ახალგაზრდა მეცნიერი, დოქტორანტურაში სწავლობს, მიხეილ ვორონცოვი და კავკასიის სამეფის ნაცვლი. ესეთი წიგნი არის, გადასარევი მიხეილ ვორონცოვი ალბათ ბევრმა იცის, ბევრმა არ იცის. ანუ იდეაში სამაგისტრო არის, რომელიც წიგნად არის გადამუშავებული, ხო? კი, და კარგი დამოწმებებით და აი მარტო ის რო ახსენოთ ბექა კობახიძე და ალექსანდრე მიქაბერიძე, ვისი და ბუბა კუდავა, სამი კაცის ის არის შესავალი სამივე ისტორიკოსი გადასარევი ალექსანდრე მიქაბერიძის საერთოდ ეს ნაპოლეონოლოგიაში აი ერთ-ერთი ვარსკვლავი ქართველებიდან ამ მასშტაბის ალბათ ერთადერთი მაგრამ როგორ გუშინჭამე კაი ნაპოლეონიო დასათქვა აი რაზე ვლაპარაკობ რაღაცა და მოწყინდა და გადაწყვიტა რომ პატარა ხულიგნობა გააკეთებინა დათო მაგიტო გვიყვარხარ მაგიტო ხარ აქ რომ ვისი ნაპოლეონი ჭამა არ ვიტყოდე რეკლამა რეკლამა გამოდის ფული თუ აღებული და ანუ ხან გვედავებიან ხოლმე წინაზე რაღაც ბრენდი ვახსენე იმიტომ რომ მესიჯი მომივიდა იმათგან და მე კი წაშლილია YouTube-ზე მაგრამ იქ შევხედე რეკლამას აკეთებს ასე თუ და ისე თუ და ჯერ კარგი არაფერი არ მეთქვამს იმაზე მეთქი მესიჯები ტვინი წაიღეს და ვინ წერდა რა რაკეთო ჩვენ მაყურებელი ჩვენი ის კომენტარში აღარ მე რა იმას რა უშავდება აი შეიძლება აღშფოთდა რომ რატო აკეთებ თუ რეკლამას ანუ განსხვავება რეკლამასა და არარეკლამას შორის მაგალითად ესეც პროდუქტია იყიდება შეგიძლია მიხვიდე ნახო არის რომ თავიდანვე ამბობ რომ თუ ფული მოგცეს რომ თქვა რომ ეს კარგია ეს არის რეკლამა აიმე თუ ფული არ მოგცეს რა ვიცი მკითხებ Excel 7 ვიყიდო თუ არა და გეტყვი რომ პლუსებს და მინუსებს ისე რომ არ ვიქნები Google-თან დაკავშირებული ამ წიგნს ამაუბრუნდეთ ხო წიგნი იყიდო რომ ეტყვია წიგნის ბაზრობას რო დაუბრუნდეთ ცოტა გადახრა ჩიქაში იყო ნაპოლეონი თუ ესეთი ფორმის იყო კლასიკური ჩიქაში გამიგია ქარიშხალი მე რა უნდა მოუბრუნდეთ ნაპოლეონის ქარიშხალი იყო ისე ხო მოასო მორგომო რა უცბად რამდენი 15 წელიწადში თუ არასრული ხო რომ მოუბრუნდეთ წიგნის ბაზრობას გადავუხვევ აი სოციალურ ქსელებში რეკლამა წინა კვირაში მუშაობდი და რუსეთში ეს დაჩქარებული ტემპით იღებენ მარტო ჩვენები კი არ იღებენ ამ იმას ამ კრძალავ და შემზღუდავ კანონებს რუსებიც გიყურებენ და ისინიც იღებენ ერთმანეთს უყურებენ რა მოკლედ იქ ნიკო ამ ტრულ ორგანიზაციებად გამოცხადებულ სოციალურ ქსელებში Facebook-ში Instagram-ში და კიდე რომელიღაც ქსელში აი აგენტები და ვიღაც ტიპები საერთოდ აღარ აქვს მნიშვნელობა რუსეთის მოქალაქეს ეკრძალება რეკლამის განთავსება რეკლამის გაკეთება ხო ის იყო მაინც ეს იმის გამო რომ ეს არის არასასრულელი ორგანიზაციები უცხოეთის აგენტები და რაღაცა თანამშრომლობაც ის იყო შეზღუდული მაგრამ აი ახლა და ჯარიმები უზარმაზარი და რაღაც ისა და მაღაზიაზე მსჯელობდნენ ახლა შერასაც ამბობდი რომ რა არის რეკლამა და რა არის რეკომენდაცია რა არის განხილვა თუნდაც კრიტიკული ხო აი მაღაზიაზე ახლა ხო ხდები ცდილობენ რომ ესეთი აუარონ ამ კანონის იმას მოთხოვნას ხო აი მაგალითად ტიპი ამბობს რომ არ უკეთებ რეკლამას ვიყავი მოგზაურობაში და შტაბ-ეჭილებებს წერ სად ვიყავი რა ადგილას ვიყავი რომელ რესტორანში შევედი რაღაცა და ამასაც რეკლამებში გაიყვანენ როგორც ჩანს და სადღაც 2 თუ 3 ჯერ და დიდი ის არის ტირილი და მოთქმა, იმიტომ რომ ტიპებს უბიძგებენ ის რო არის კონტაქტი და რაღაც ისინი რუსული ადგილობრივი ქსელები გადავიდნენ. ესენი ამბობენ რომ არა მარტო იმის გამო რომ მომხმარებელი ნაკლებია და ის არის, აი თვითონ ალგორითმიც ბანზი აქვს და აი უწევთ ახლა რომ ყველანი იქიდან გადაიყვანონ ეს თავის გამომწერები და აი როგორიც მთელი ცხოვრების შრომა რო არის ტიპი ამბობს 10 წელი, აი 24 საათიანი შრომა, ეს კონტენტი, ეს გამომწერები, ამაც აი აწყობილისა და ეს ყველაფერი უნდა გადაიტანო, ვერ გადავა. ტიპი ამბობს, აი რაც არ უნდა წარმატებული ის მქონდესო
პროდუქტიო გაკეთებულიო აი ამ რუსულ ქსელზე რო გადავმაქო ხო აი რო ელოდები რო აქ იქნებოდა 100,000-ები მილიონინახვები აქ არის აი 4 ნიშნა რიცხვი გული ჩამწყვიტე ჯიმი ეს რამით გული მომიკვდა საწყალო როგორც ჩანს ეს პირველი მერცხალი არის ნიკო აქ ვინც გაცენზურებს რომ რა რეკლამას აკეთებდა არა მე ხომ მივხვდი როგორ უბრალოდ ისე ვთქვი თორე განა აუცილებლად ნეგატიურ კომენტარს უნდა გამოიკიდო ადამიანი პოზიტივი ახლა ციგნის ბაზრობას რომ მოუბრუნოთ ხო ვერ მოვედი მინდოდა დღეს პირველი დღე არის ალბათ ამ 4 დღის განმავლობაში ჩავალ და კიდე შემივალ და 1-2 წუთს ალბათ კიდევ შევიძენ რაღაც მონიშნული მაგალითად ლევან ბერძენიშვილის ოდისია როგორ ის გადასარევი არის ის თამაშ შენკელის და ზურაბ კიკნაძის ოდისია ლექსათაც არის ასევე ყველანაირი ოდისია მაქვს და ნესტან რატიანის კიდე არის ერთი წიგნი ნიკო აი ოდისიას ისა რა დაშლილი და ეს ოდისევსი ჩავიდა არ ჩავიდა ეს ის რო არის იქ მოკლედ ისიც ოდისია არის ასე ვფიქრობ ერთ-ერთი არის ის იმდენად არის ესეთი გაჩხრეკილი და დაშლილი და გაანალიზებული და ახლა ეს იქნება კიდე ძალიან მაგარი არის და შესაძლებელადაც კარგი ეგეც უნდა ვიყიდოთ აუცილებლად ხო და ეს ვორონცოვი ხო რატო ის მინდოდა ეს ვიჩქარე თვითონ ავტორსაც ვიცნობ გადასარევი ბიჭი არის ისტორიკოსი და ეს ვორონცოვი ხო სულ აქტუალური არის იმიტომ რომ თუ აი რბილი ძალა არგვანებიურები და რუსეთი არასოდეს რბილი ძალით იმიტომ რომ მოდიოდა სულ ფიშტი და ხო და ეს ვორონცოვი იყო აი თუ კი ვინმე მდგარ ამ რბილი რუსული ძალის სათავეებთან ეს კაცი იყო ხო და დღემდე კამათობენ იმიტომ რომ ბევრს გონია რომ აი იმდენად მაგარი და კაი ტიპი არის და იმდენი აქვს გაკეთებული საქართველოსთვის და თბილისისთვის და ქართული კულტურისთვის და განმანათლებლობისთვის და ასე შემდეგ რომ ის ძეგლი რომელიც პირველი იყო და დაიდგა აი გასული საუკუნის 60-იან წლებში პირველი ძეგლი საქართველოში ეს სივრცე სამგანზომილებიანი რომ ისე უნდა დავდგათ იქ აი ის რო არის არანცოვზე რომ არის გამოწუძახიან ხო და ბევრი და იმას მთელი სერიოზულობით გიმტკიცებს რომ ეს კაცი იყო აი ერთ-ერთი საქართველოს ისტორიაში შთამბეჭდავი კვალი ვინც დაამჩნია ეს იყო და სინამდვილეში იყო ჩვეულებრივი მეფის წარჩინებული მოხელე თავისი იდეოლოგიით თავისი მიზნებით ის ცდილობდა როგორც უკვე თავისი ქვეყნის ნაწილის აი მოდერნიზებას თბილისის საქართველოსი ქართული თავადაზნაურების ახლა ეს ქველმოქმედება კი არის ხო სასწავლებლად რო გზავნი და ხელს უწყობდა ვაჭრობეზეც სწავლისკენ იმას მოხელეებს დიდა რუს მოხელეებს ლოიალურად განწყობილს მეფის რუსეთის მაგრამ ის არის ასევე რომ თუ ყველა ეგრე მოიქცეოდა ვინძლო აღარ მოგდომებოდა ესე ძალიან დამოუკიდებლობა და ყოფილიყავით რუსული კოლგის ქვეშ და გვეთქვა რომ რავი თურმე არა უშავს აქ ყოფნას რავი ვიყოთ ერთ-ერთი ხო აი მიდგომაც ხო აი გრიგოლ ორბელიანი გენერალი და ასე თუ ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული მეფის სამსახურში ხო რომელიც ამბობდა რომ აი ეს ძეგლს რო დგავდნენ ხო აი თავარი ძეგლიო აგერო ჩვენო გულში გვაქვსო ვორონცოვისო და მისი ბიძაშვილი ალექსანდრე ორბელიანი აი ეს ორი დამოკიდებულება ვორონცოვისადმი ის ამბობდა რომ ესაო ეს ყველაზე უარესი მტერი ეს არისო იმიტომ რომ ცდილობსო რომ აი ეს თავს მოგვახიოს ეს რუსული კულტურა, რუსული მართლობა, აი ამ თავის ტკბილი სიტყვით, ამ რბილი ძალით და იმით რომ ვინძლო წლები გავაო და ეს აქ ყველაფერი კარგად იქნება, ქუჩა კარგი იქნება, კანალიზაცია გაყვანილი, წყალსადენი მოწესრიგებული, ოპერაში არიები და ყველაფერი, მაგრამ აბა ქართველები სად არიანო, ქართველები აი ეს ამ საფრთხეს ხედავდა. ახლა რისი თქმა მინდა მე ესე კი არ არის რომ რაც გააკეთა ყველაზე ცუდი ტიპი იყო, ხო? აი ორი მიდგომა ჰქონდათ ამ მეფის ნაცვლებს და ამ რუს ჩინოვნიკებს, ხო? პირობითად აი ეს ნაჯახი და სამოვარი, ხო? აი ერმოლოვი, რომელიც მოდიოდა ცეცხლით, მახვილით და იმით და ეს სხვანაირი დამოკიდებულებები ჰქონდა, მაგრამ არანაკლები ვერაგი ხო გასაგებია ახლა თან ხო ეს სხვა კულტურის ტიპი იყო ანგლოფილი იყო მამამისის სიმონ ვორონცოვი აქ მიხაილი წერია და მე მგონი ესეც მიხაილი უნდა იყოს იმიტომ რომ სიმონ ვორონცოვს არ წერს ის ალექსანდრე მიქაბერიძე სიმონ ვორონცოვი და ესეც მე მგონი მიხაილი უნდა იყოს მე ნუ მიყურებ მე თავს დაგიქნებ თან ხო ისე ეს წესი არსებობს მეფეები და პატრიარქები რუსულიდან ხო გადმოდიან ქართული იმით. აი მაგალითად ნაცვალით გამოდიოდეს ქართულით. ხო, არ ამგონია.
აი როგორ იცი, აი მაგალითად კირილ ლავროვი მსახიობი იყო ლენინის გახსოვს ლენინის როლის შემსრულებლები იყო და აი პატრიარქი კირილე კი ბატონო ხო აი ვლადიმერ პუტინს წერს თუ ვლადიმირ პუტინი არა ნუ ვლადიმირია რუსული სახელი ვლადიმირი არის ხო მაგრამ აი ყურე მაგრამ პეტრე პირველს წერდა არა პიოტრ პირველს ხო აი ნიკოლოზ პირველი მაგრამ აი ნიკოლაი ტიხონოვი სიტყვაზე ხო ხო ესეთი ის არის არ ვიცი მოკლედ სადავარი და ახლა კაი რედაქტორები ყავს ის არტანეჯის გამოცდილია ხო არ ვიცი ხო და მოკლედ ესეთი ორი მიდგომა ჰქონდათ ხო თვითონ ამ იმას დამპყრობლებსაც ერთი ნაჯახით მეორე აი ესეთი კულტურული იმით ხო მაგრამ ნუ ეს მიზანი ასე რო ვთქვა გასაგებია რომ მიზანიც მე მგონია რომ რაც ახლა უფრო მეტ ისტორიაზე ვკითხულობ მით უფრო ყოველჯერზე გიჩნდება ხოლმე შეკითხვა რომ რამდენად აწყოს პრიზმიდან უყურებ წარსულს და ყოველთვის ვთვლობ რომ შავ-თეთრად დაალაგო ისეთი რამეები რაც არ არის მაინდა-მაინც შავ-თეთრი იგივე ერმოლოვი იქნება თუ იმას თავისი ლოგიკა ჰქონდა და თავისი მხრი შეიძლება ჰქონდა რაღაცა ისინი ტოტლებენიან რა ჩვენთვის მხოლოდ ერთი კუთხიდან მანდედან ანუ კაიათ კი არ ვამბობ არა მაგრამ ყველა ეპოქაში ადამიანი რომელიც ცდილობს ამ უხეში ფიზიკური ძალით მოაგვაროს პრობლემა დახოცოს მოკლას და რაღაცას და მეორე რომელიც ცდილობს წიგნით კალმით და რაღაც კულტურული ინფრასტრუქტურის შექმნით ხო მე მგონი არ არის სადავო რომ მაინც ეს მეთოდი ჯობია დაპყრობის და იმპერიის გაფართოების. მე მგონი სადავო არის ეხლა რომ ძალიან წავიდეთ საერთაშორისო პოლიტიკაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დიდი ქვეყანა გადაერთო ახლა რბილი ძალის უარყოფაზე და უფრო შიშველი კუნთების ჩვენებაზე და რაც არ ვიცი ხა რა ჩემი საქმეა ეგ მაგრამ გონია რომ გრძელვადიანად მხოლოდ შეიძლება ავნოს ქვეყანას რბილი ძალა ის არ არის რბილი ძალა ის ძალა შეიძლება შენ რო თარგმნე მე რო გაგა სტატუსეს ჩვენი რუსი კოლეგის სერგეი მედვედევის რომელიც იწყებდა იქიდან რომ თავის დროზე რო სტალინმა კონტექსტიანაც მოგლეჯილი იყო ამერეზით რო თქვაო რომ რამდენი დივიზია ყავს რომის პაპსო და მე გავიდა წლები და ის რომის პაპის დივიზიებმა ჩამოაქციეს საბჭოთა კავშირი პოლონელებთან ერთად ანუ დივიზიებმა ბჭყალებში მორწმუნეებმა და კათოლიკეებმა და მისმა არა უყურე ისა მიზანი ამართლებს საშუალებებზე აქვს ლაპარაკი თორე მიზანი ორივეს ერთი ქონდა ხო ვორონცოვსაც და ერმოლოვსაც რომ დაემორჩილებინათ კავკასია მაგრამ რა საშუალებებით აკეთებდნენ ახლა რომის პაპს რო ყოლოდა სიტყვაზე 1000 დივიზია და მოესწო მორგომორებინა სიტყვაზე მთელი რუსეთი და ასე და ისეთი ხო სხვა ის იქნებოდა ხო ის მაინც განმარტავს მოკლედ იმედმა გაასტატუსა ეს ჩემი ის რადიო თავისუფლების აი ეს გავრცელებული ხმებზე, რომ იხურება რადიო თავისუფლება და ტრამპი ხურავს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს სტატუსი იყო ესეთი, რომ ადარებს რომ ისა ტანკებს და იმას, ხო, ეს ტანკები და ის კი არ იყო რაკეტები და ბირთვული იარაღი და ეს არამედ იყო რადიო თავისუფლება და ასევე ადარებს ეს ხო კონტრარგუმენტი ხო იყო ეს ტანკი, რაკეტა, ბირთვული იარაღი და აქედან იყო როგორც რადიო თავისუფლება, როგორც მაგალითად როკენროლი, კოკა-კოლა, ჯინსები, რა ვიცი და ესეთი ამბავი. და ამათმა მოგლიჯეს ეს კონტექსტიდან, თან მე მომაწერეს, რომელიც არ იყო შენი დაწერილი საერთოდ. კაცო, ახლა გენიოსებს თარგმნის ხალხი და არავინ უძახის, რომ შენი დაწერილი არისო და მაინც ხა კიდე იყო ლაპარაკი იმაზე რომ კობახიძეს კაბინეტში რა უკიდია ერეკლე მეორე უკიდია თუ ილია ჭავჭავაძე და ეგეთ რაღაცებს აქვს ხოლმე მნიშვნელობა ამას კითხულობდი აკუნინს აქვს ძალიან კარგად დაწერილი რუსეთის ისტორია თავისი ენით 10 ტომი რო აქვს არ ვიცი ან შუაში ვარ მისული შუაში კი არა თავში ვარ მისული ახლა ოლეგია ჯერ რა ჯერ ახალ ჩამოყალიბებულია რუსი და იცი რა არის 10 ტომი აქვს და ერთი წიგნი აქვს კიდე ცალკე ამ იმისთვის იმასავე საგზაო რუკასავე ხო და თან ვერ გავერკვე, იმიტომ რომ ზოგს ახლავს თან მხატვრული ლიტერატურას და ტვინი წაიღო რამდენს წერს კაცი თან ზოგი ცოტა უკეთესია, ზოგი ძალიან კაია, ზოგი ცოტა უარესია და ეხა იქ გაიგეთა რუსეთის ისტორიაში ეგრე ძალიანაც არ მინდა ჩაღრმავება, მაგრამ ნუ ცოტა რო აზრზე ვიყო და რუსულად კითხულობ? ხო. და იქ ყვება რა ხო არის ორი რა საიდან მოდიან რუსები ეს ნოვგოროდი საიდან შეიქმნა და წამყვანი თეორია აქამდე იყო რომ ვიკინგები არიან თეორია რა თვითონაც ესე ყვებოდნენ რომ წავიდნენ აქ სლავების რუსოსლავების როგორც თვითონ ამბობს ტიპებმა ერთმანეთში რაღაცები ვერ გაიყოს და წავიდნენ ვიკინგებთან ვარიაგებთან და უთხრეს ამ რიურიკს რომ ჩამოდი და გვიბატონეო და ეს წერს რომ ეს გვერდნახევარი ყავს მოყვანილი საიდანაც მოდის ეს ყველაფერი და ყველა სიტყვა სადაო აქედანო და მე კარგად ხსნის როგორ
იმ წუთის პოლიტიკური კლიმატი ქვეყანაში როგორ განსაზღვრავს რომელი თეორია არის წამყვანი. ანუ როცა რუსეთი ცდილობს რომ ევროპასთან დაახლოვდეს, მაშინ უფრო მეტი ადამიანი წერს იმაზე რომ აი ესენი ნორმანდიელები არიან, რომლებიც აქ ჩამოიყვანეს. თავის დროზე რომელი მეფე იყო და დედოფალი იყო უბრალოდ ელისაბედი მე მგონი და რაც იყო დღესასწაული ლომონოსოვი უნდა გამოსულიყო სიტყვი და ვიღაც გერმანელი ტიპი. გერმანელი ტიპი ლომონოსოვმა მოიტანა რომ ეს რა მაგარი დედოფალია მაგაზე და იმ გერმანელმა რომ როგორ რუსები იქიდან მოდიან სკანდინავებისგან და ეს ტიპი გააშავეს, ჩამოაქვეითეს და მე დაწვეს ყველაფერი რაც იქ იყო და მე ხანისია რომ ვარიაგები რო წერია იქ რომ ესენი სკანდინავები არიან თუ არა არიან ვიღაც სხვა სლავი ტომები რომლებიც იქ ცხოვრობენ თხოვეს ისინი რომ ჩამოსულიყვნენ თუ ისინი თავისი ჩამოვიდნენ და დასხდნენ აქ. მოკლედ ძალიან ბევრი რამე სადავოა, მაგრამ ის კი გამოვიტანე რომ ისტორია როგორც და არასდროს არ ყოფილა პირუთვნელი ობიექტური დღევანდელობისგან განყენებული სფერო არა. ანუ ყოველთვის რაღაც დღევანდელი პრიზმით უყურებ და რაღაც 30 წლის წინ დაწერილი შეიძლება დაძველებული იყოს, იმიტომ რომ შეხედავ მიხვდები რომ აი რაღაცას ამტკიცებს ადამიანი. ხო და ორი სიტყვით ისე მიბრუნები, აი ხო ესეთი არაერთგვაროვანი და მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და აი მეცნიერული მეთოდით არის აი ასე ვთქვათ გაანალიზებული რა აქვს გაკეთებული, რატომ აქვს გაკეთებული და დამოწმებული ბევრი წყაროთი. ის რომ აი ვიღაცის ემოციით ან არაპროფესიონალის ამოკითხული აქ-იქ რაღაც იმეები თვითონ შტაბეჭილებას და მე ამას ლაპარაკობთ, ამაზე მსჯელობთ და თან ეს პროპაგანდა ერევა და ცდილობს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, ხო? აი თუ ამის მიღმა კიდე გინდა დაინახო და აი ნაღდის სურათი დაინახო, იმიტომ რომ ახლა აი ახალგაზრდა თაობის ისტორიკოსები აი მართლაც აი ამ იმისგან ყველანაირად ცდილობენ ამ იდეოლოგიური ნაზავისგან გათავისუფლებას ჩემიანია, ჩემს სასარგებლოდ არის და რაღაცა ეს დისტანცირებას და აი მეცნიერული მეთოდით. იქ წყაროებით, ფაქტებით, მემუარებით, მოგონებებით, აი იმის გაანალიზებით, დაპირისპირებით არის ესეთი ტექსტი, საიდანაც თუ აი პროპაგანდის მიღმა გაინტერესებს სიმართლესთან ახლოს მდგომი სურათი, მშვენიერი ტექსტი არის და აი ეს ისტორია რომ პროპაგანდის ხელში არის იარაღი და იმეების ამოტრიალების მე ამ ჰუმანიტარული საგნებით და ჰუმანიტარული იმეებით მეცნიერებებით ცოტა გვიან დავინტერესდი. მანამდე უფრო აი საბუნებისმეტყველო და იქაც კი აღწევდა, ახლა ლომონოსოვი აღხსენე, ხო? აი სკოლის იმას რომ სწავლობ ფიზიკას, ქიმიასაც, ხო? აი ლომონოსოვს იფიქრებ რომ არის აი დაახლოებით ნიუტონის მასშტაბის მეცნიერი და არ იყო ახლა ლომონოსოვი ამ რუსეთის გარეთ და არ ვიცი ახლა რუსეთში ახლა დღეს როგორ არის და საბჭოეთის იქით არ იყო და ჩემი ფიზიკის მასწავლებელი ლევან წერეთელი იყო ის რომელიც ესეთ რაღაცას ამბობდა. ესე იგი მენდელევ კლაპეირონის ის არის ფორმულა არის ეს. ხო და შაკირით იყო. გონი ლევანი ამბობდა, ხო? თავიდან იყო კლაპეირონის ფორმულაო. მერე გაჩნდა კლაპეირონ მენდელევისო. ახლა არის მენდელევ კლაპეირონის და ბოლოს მოტეხავენ და მენდელევისას დატოვებენ. აი ეგეთი ამბავი იყო. ხო, ის რომ ის ერეკლე უკიდიათ კაბინეტში, ხო? მე ვფიქრობ ახლა აი არაფერს არ ვერჩით, ხო? გადასარევი მეფე იყო, თავდადებული მებრძოლი და ის, მაგრამ მისი ისტორიის, მისი ბიოგრაფიის მხოლოდ იმ ნაწილის ექსპლუატაცია კეთდება, აი რაღაცნაირად რუსეთს რო დაუკავშირა საქართველო. თან პირდაპირ არ ამბობენ, მაგრამ თან იგულისხმება. იგივე რაღა ეხა ორონცოვთან წავიდეთ, ეხა დღეს არის 10 აპრილია, ხო? დიახ. გუშინ იყო მთელი განხილვის თემა, რომ ვინ მოაწყო 9 აპრილი, რომელიც უცხო ძალად მოიხსენია საქართველოს მთავრობამ და ირაკლი კობახიძემ. მე რამდენიმე ინტერვიუ ვნახე და ვერ დააგადები საბჭოთა კავშირიც კი არც ერთხელ არ თქვა, საბჭოთა კგბ გვებრძოდაო თქვა. რაც საბჭოთა კავშირი რო ეთქვა, კიდე მე სხვა რაც არხებზე გადავრცე და რუსეთი თუ საბჭოთა კავშირი იყო, აბარა იყო, მაგრამ საბჭოთა კგბ არ ყოფილა, ანუ კგბ-ს არ დაუხოცავს იქ არა, ან ზოგადად ზამბერი ვიღაცა მოუყავს, მაგრამ ჯარისკაცები კგბ-ს შემადგენლობაში არ იყვნენ ალესილი ურუებით რო იყვნენ, ის ჯარი იყო, ხო? ანუ არ იყო. კგბ-ში შეკებიც იყვნენ ჩამოსულები, მაგრამ საბჭოთა სისტემა იყო, კგბ-ც იყო, ჯარიც იყო და სხვადასხვა ისინიც იყვნენ. თან
მე ესე თქოს რომ პაპუაშვილი ამბობდა რომ ბინარულად არ უნდა მიუდგეთო მაგასო, იმიტომ რომ ჩვენ უფრო აქ სამგანზომილებიან ჭადრაკს თამაშობთ, რომ უცხო ძალა გვებრძოდაო ყოველთვისო და უცხო ძალა თუ ადრე იყო საბჭოთა კგბ-ო რუსეთს არ ამბობენ. ეხლა არისო deep state-იო, რომელიც ზუსტად იგივე მეთოდებით გვებრძვის როგორც მანამდეო და უამრავი ადამიანი ზის და ამაში აზრი არის თუ რაღაცას ამბობენ აბსოლუტურ აბსურდში, რომელიც იგივე ტიპები ვინც ეხლა ესე თავს უქნებენ 2 წლის წინ რო წაგეკითხებინა რომ ეს ნახე რა წერია აქ იტყოდნენ რომ გიჟი ხო არა ხარო ვინ იყო კოსმოსიდან იმართებაო რო თქვა ეხლა ამოგლეჯილი ვნახე დღეს და არ ვიცი ზუსტად რაზე იყო ლაპარაკი პროცესები მაგრამ ლევან გაჩაჩილაძე იყო ოღონდ რა კონტექსტში ამბობდა არ ვიცი ამიტომ სიტყვა უკან მიმაქვს და არ ლევანი თუ გიორგი გია არა ლევანი იყო მე მგონი ლევანი იშვიათად გავწდი ტყუილავ თქვა არ უნდა მეთქვა მომზადებელი ვარ მაგასთან დაკავშირებით ხო ანუ ეს პაპუაშვილის განმარტება იყო ძალიან მაზალო რომ ეს უცხო ძალა არის ისო რაც საქართველოს მიღმარიო ყველა ანუ ესეთი ერთგვაროვანი არის რომ უცხო ძალა არის ყველაფერი და ამ უცხო ძალას არ აქვს ის ნეგატიური კონოტაცია რომელიც ჯერთვის სწორედაც რომ რაღაცები შეგიძლია ბინარულად შეხედო ანუ ვინც არის ის ბინარული ორი ცვლადი რო აქვს 99 წელს არ იყო რაც არ უნდა ძიუდო ატარო მენტალურად თუ რაღაცა კარატე ჩაატარო საბჭოთა რუსეთი იყო საბჭოთა კავშირი იყო რუსეთი მოსკოვი იღებდა გადაწყვეტილებას მოდი ასე ვთქვათ მოსკოვი იყო ეგა არანაირი ტოლობის ნიშანი მაგასთან სხვა დროსთან არ შეიძლება აი ეს რაღაცნაირ როგორ შეიძლება უცხო ძალის საქართველოსთან დამოკიდებულებაში ახსენო უცხო ძალა და ესტონეთი და რუსეთი ეგ პაპუაშვილმა პაპუაშვილმა რა შუაში იყო ხო და ამ დროს უცხო ძალას არ აი უყურე ნამდვილი მტერი ვინც არის რომელი ქვეყანაც არის და ამ მტრის გარდა აია ჩვენს ამ იმას ჩვენს ქვეყანას ჩვენს ხალხს ეგზისტენციურ საფრთხეს ბოლო 200 წლის განმავლობაში არც ერთი სხვა სახელმწიფო და არც ერთი სხვა ხალხი არ უქმნიდა და აი მაინც და მაინც ამ ქვეყნის ხსენებისას გჭირდება რაღაც ევფემიზმების გამოგონება უცხო ძალა და ესტონეთს ხო პირდაპირ ამბობს ხო თან რანაირად მოხდით რომ მთელი ცხოვრება რაც ვიზრდები არც ბალტიის ქვეყნებში ვარ ნამყოფი და უკრაინაში გავლით ვარ ნამყოფი მაგრამ ვიცი რომ ჩვენი მეგობრები გარშემო ვინც არიან თუ რამეში გვერდში ვინმე გირგებოდა ბალტიის ქვეყნები იყვნენ იქით უკრაინა იყო აქეთ მეზობლები ყავს კიდე რომლებიც როდის აქეთ გახდნენ ეგენის ალანძღავი სიტყვები პოლონეთი როდის გახდა ჩვენი ტერი რა აი უყურე რო გეტყვი როდის ანუ 3 წლის წინ როცა ომი დაიწყო 3 წელზე ცოტა მეტის მას მერე რანაირად მოხდა რომ 3 წელიწადში ჯემი აი ესე დადგა თავდაყირა ყველაფერი ძალიან მარტივი ახსნა ხო გეუბნები აი თუ არ ვიცით აი ესეთი მაგალითად ფიზიკასავით რთული მეცნიერება ან აი მათემატიკა არ ვიცით და რაღაცა მაგრამ ელემენტარული რაღაცა თუ ემთხვევა ხო აი არ არის რთული ამოცანა აი რა შეიძლება დაემთხვეს აქ ხო აი 3 წელიწადში რა შეიცვალა ამ 3 წელიწადში იმის გამო რომ დაუგროვდა უკვე მართლობის ძალიან დიდი ვადა შესაბამისად შეცდომები შესაბამისად მოყირჭება მოუგვარებელი ეკონომიკური პრობლემები ტერიტორიული 1000 აქეთ იქით ხო აი ამ ბოლო 3 წლის განმავლობაში გადაწყვიტეს რომ რადაც არ უნდა დაჯდეს ხო დაუჯდეთ ხო შეინარჩუნო ხელისუფლება აი ვინც არ ანძღავს და თან ურევენ ესე იგი ხელისუფლების კრიტიკას აიგივებენ ქვეყნის ხალხის კრიტიკას აი მაგალითად ესტონეთის მთავრობა თუ აკრიტიკებს საქართველოს მთავრობას ან მთავრობის ცალკეულ წევრს ეს ნიშნავს რომ საქართველოს ქართველი ხალხის მტერია ვინ არ აკრიტიკებს ისეთი ქვეყნები სამეზობლოში ახლოსში თუ შორეულში რომლებსაც იგივენაირი ისა აქვს სტრატეგია არჩეული რომ სანამ იქნებიან ხელისუფლება შეინარჩუნონ აი ერთი მეზობელი ძალიან დაგვიტკბა აქეთ გვასწავლის თვითონ თავის გამოცდილებას გვიზიარებს თლათ უფროსი ძმა არ არის შუათანა ძმა არის უფროსი ძმა ვიცით ვინც არის ხო აი როგორ უცხოური ორგანიზაციები არასამთავრობო ორგანიზაციები როგორ მოაშთოს თვითონ როგორ გააკეთა რაიულად გაუსწორდა და იგივე უნდა გავაკეთო ჩვენ. ანუ ყველა ქვეყანა, აი ვისაც სიტყვაზე ჩვენი ხელისუფლება არ აკრიტიკებს და არ უძახის მტერს და უცხო ძალას, ყველა იმას პოლიტიკურ ლიდერს ან პარტიას აქვს იგივე ამოცანები, რომ რამდენი ხანიც ფიზიკურად გაძლებს, უნდა იყოს ხელისუფლებაში. არ ჩამოვთვლი ამ ქვეყნებს. ანუ კაი, არ ჩამოთვალო. ასევე აქეთ რომ ილანძღებიან ხოლმე რომ უცხო ქვეყნის მაამებლებიო თუ რაღაცა ვიღაც ქალი იპოვეს კიმბერლი ლო რომელიც არაფერს არ წარმოადგენს და ყველანი ერთბაშად რაც ბრავო და კომენტარებში ეტენებიან ხოლმე რომელიც
რამე მაინც ძალა კონდეს სადმე იმ ქალსან რამის წარმოადგენდეს და მაშინ მოსკოვში არ მიდიოდეს სალაპარაკოდ. ყველანი ცალკე იქ ვიღაცები იყო, ცალკე გიგაბოკერეში ამაში შეხვდნენ შემთხვევით გახსოვს ეგა თვითფრინავში ფოტო გადაიღეს ერთად რაღაცაში არ წმუნებდნენ, ის არ დარწმუნდა, მოსკოვში წავიდა მე თქვა რომ რაღაც ყველანი ერთად უნდა ვიყოთო. ალბათ ფულსჭირის რაღაცას ის ქალი და ღმერთმა გაუმარჯოს თავის პატარა ორკაპიკში როგორც აქვს საქმე აწყობილი სხვანაირად ვერ წარმომიდგენია რომ არანაირი არაფერი გავლენის მქონე ადამიანი რომ ეს დადის უცხო ქვეყნებში და რაღაც ამას წინათ ვიღაცის ხუმრობა იყო რომ ეს ფეხსაცმელების რაღაც ფოტო იყო და ესო კიმბერლებიაო კიმბერლი ლოუს საპატივცემულო რაღაც ივენთ მენეჯერია მე მგონი აპირებს რაღაც ფორუმის ხო და თან პაპუაშვილმა როგორ ახსენა იცი რა მნიშვნელობა აქვს რუსეთის ვასალი ვიქნებით თუ ესტონეთისო აი საერთოდ რა ნანაირი ფანტაზია არის ეს აი ესტონეთის აი როგორ უნდა ხო აი წარმოუდგენელი ამბავი არის საზღვარი არ აქვს ესტონეთთან არა არ საზღვარი არ აქვს არან აი კეთილი არაგორ გითხრა ძმური მეგობრული დახმარების აი რაღაც ერთმანეთისთვის რაღაც აი პოზიტიური გამოცდილების ცოდნის კავშირების გაზიარების გარდა სხვა არაფერი ქონია ხო გეუბნები აი საბჭოთა კავშირში ვისაც გვიცხოვრია აი მე რაღაც აი ტიპის ლიტერატურა აი ისტორიასთან დაკავშირებული თუ გიკითხავს აი ყველაზე გულშემატკივარი ერები ჩემთვის აი რაღაცნაირად ის აი რეიტინგივით რო შევადგინოთ ხო აი უშუალო სამეზობლოს იქით რო გავიდეთ პირველ ადგილზე დავაყენებდი პოლონეთს ლიეტუვა აი მე პოლიტიკურ ამბავში გერმანია აი ბალტიის ეს სამი ქვეყანა ლიეტუვა ცალკე ანუ ლატვია და ესტონეთი ქვევით აი ლიეტუვა უფრო იმიტომ რომ იქ უფრო ისეთი იყო ეროვნული მოძრაობა და აი ამ იმას ზვიად გამსახურდია აი ლანცბერგისი ბაბუა ლანცბერგისი აი ახლა საგარეო საქმეთა მინისტრიც იყო უფრო მეტი ის იყო მჭიდრო კავშირები იყო და ცოდნის გაზიარება და გამოცდილების გაზიარება და იმ საბჭოთა პერიოდშიც ხო იმის გამო რომ იმათ ახსოვდათ რომ ოკუპირებულები იყვნენ ხო და აქ ჩვენთანაც არ იყო ბოლომდე ჩამქრალი ეს დამოუკიდებლობის მუხტი და დისიდენტები ცდილობდნენ რომ აი ეს ბჟუტავის სინათლე რაღაცნაირად გაეღვივა ქონდათ ერთმანეთში კავშირი და განსაკუთრებული დამოუკიდებლობა აი ეს ხო პოლონეთი და ეს ბალტიის სამი ქვეყანა და გერმანია იმის გამო რომ აი 100 წლის წინ პირველი რესპუბლიკის დროს წარმოუდგენელი ის აქვს გაკეთებული ინტელექტუალური პოლიტიკური და სხვა სახის დახმარებები და გავლენაც გერმანულ კულტურას ჰქონდა მე მთელი ეს მე-20 საუკუნე, მაგრამ აი პოლონეთი იმის გამო რომ ბევრი პოლონელი ოფიცერი იყო გადმოსახლებული კავკასიაში და აქ ჩვენთან ესეთი აი კარგი კულტურული სიმბიოზი შექმნეს აქ ასიმილაციით და ჩვენი ეს პირველი რესპუბლიკის ოფიცრობა იუნკრები და ეს ბევრი მსახურობდა იმ პოლონურ ჯარში და ეს ჯონ მალხას შალიკაშვილი მისი მამა გენერალი შალიკაშვილი პოლონეთში იყო და ბევრს აქვს პოლონეთის დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში თავი შეწირული და აი ახლა ეს ყველანი ეს ძმობა და მეგობრობა იმის გამო რომ რაღაც პოლიტიკურმა ჯგუფმა ნუ რაღაც ერთმა კაცმა გადაწყვიტა რომ სულ იყოს აი ნებისმიერი იქიდან კრიტიკა იქნება მეგობრული რჩევა იქნება თუ რა ყველაფერს აღიქვავენ იმას ჩარევად და მტრობად არ გამოვა შენთან მინდოდა რომ გამევლო ესეთი რაღაცა რომელიც საკამართლა აქამდე არ მithქვამს მაგრამ ვფიქრობდი ჯიმშერს ვკითხავ რას ფიქრობს მაგასთან დაკავშირებით თქო ეს ჯიმშერი რო ახსენეს ეს სრული სახელი არ მომეწონა დავიცაბე უცბად რამდენიმე დღის წინ Facebook-ზე ბევრი აზიარებდა რომ როგორი ცუდი სისტემა იყო საბჭოთა კავშირი რომელსაც ცხადია ცუდი სისტემა იყო მაგრამ ამის მაგალითად მოყავდათ როდესაც კოლაუ ნადირაძის საქმეს განიხილავდნენ არ ვიცი წერალთა კავშირში იყო ოქმე იყო სადაც იყო ლაპარაკი რამდენიმე ცნობილი სასიკადულო ქართველი მე რაც მახსენდება შოთა ნიშნიანიძე თამაშ ჭილაძე რომლებიც გამოდიან სიტყვით და აი ნახე როგორ ძირავენ კოლაუ ნადირაძეს ანუ წამწვარი იყო ესეთი რომ ეს ტიპები ცუდ საქმეს უკეთებენ კოლაუ ნადირაძეს რაც მე წავიკითხე 80-იან წლების დასაწყისია ოღონდ ხო რაც მე წავიკითხე ხა კარგს კი არ ამბობენ მაგრამ გადარჩენას ცდილობენ იქ არის ტექსტი არის რომ მოკლედ ამბავი არის ესეთი რომ კოლაუ ნადირაძის ის ლექსი 25 თებერვალზე, როდესაც სიკვდილი ცელით შემოდიოდა საქართველოში,
გაუბაზრეს 80-იანი წლების დასაწყისში. ამ დროს კოლავ ნადირაძე არის მოხუცი და დაბეჭდეს კრებულში. 90-ს გადაცილებული. 90 არის გადაცილებული. და ამიტომ დადგა საკითხი, რომ ეს რა დაწერე, რა სიკვდილით წელი ჩამოდიოდა გიჟი ხო არ ახარდა. სხვადასხვა ეს ვინც შენ დაასახელე ქართველი მწერლები გამოდიან, ეს მართლაც და როგორ შეეშალა, იცი რა დათვრა, მოაწვა, არ არის გასამართლებელი ნახე, მაგრამ ლენინზეც კაი ლექცია დაწერილი. ახსენებენ და მე ამბობენ, რომ უნდა გავკითხოთ, მაგრამ მაგის მეტი არაფერი არ გავუკეთოთ და მე რაც იქ წავიკითხე ხარდაჭერა დავინახე ხა იმ მომპალ სისტემაში რაც იყო საბჭოთა კავშირი და როგორც არავინ იქ ყველანი ლანძღავენ, მაგრამ ლანძღავენ იმ პონჩი რომ გადაარჩინონ და მაქსიმალურად ნაკლებად მოხდეს იმას. მე არაფერი ცუდი არ დამინახავს, გარდა იმისა რომ სისტემა იყო ეგეთი რომ რაღაცა აი ამიტომ არის ვისაც საბჭოთა კავშირში არ უცხოვრია ხო და ეს წიგნებიდან ან რაღაც იმიდან გაზეთებიდან პერიოდიკიდან იცნობს ხო ის შეიძლება ვერ მიხვდეს რა ხდება იქა საბჭოთა კავშირში ორმაგი მორალი ორმაგი სტანდარტი ჩვეულებრივი ამბავი იყო ხო აი ის რომ ეს ოქმი უნდა შედგეს და ამაზე რეაქცია უნდა ქონდეს მწერალთა კავშირს რომელიც ეს მწერალთა კავშირი არ იყო საბჭოთა მწერალთა კავშირი ესე ერქვა ხო ამას რომ ჩვეულებრივი პროპაგანდისტი და იმ საბჭოთა ორგანო იყო ხო ამაზე რეაქცია უნდა ქონდეს ეს მწერალი და შეუძლია დასაჯონ გარიცხო მწერალთა კავშირიდან რაღაცა შეუმცირონ მოკლედ არ დაუბეჭდონ ხო მოკლედ ამ დროს 80-იანების დასაწყისში მაინც ახსნა გვჭირდება ხოლმე არ დახვრეტენ არ გადასახლებენ ეგ რაღაცეები არ არის შეიძლება რაღაცა პრივილეგიები აღარ გექნება პრივილეგიები შეუზღუდონ ანუ არ არსებობის წყარო შეგიმცინონ და ასე შემდეგ და ნუ ეს ახლა ერთმანეთში ყველანი ახლა მეგობრებიანია და ეს კოლავ ნადირაძე დარწმუნებულია რამათი უფროსი მეგობარი იყო და ამ იმის სხდომის შემდეგ ალბათ სადღაც სახშიც მიაკითხეს და მოიკითხეს და თუ ჯანმრთელობის საშუალება ქონდა 1-2 ჭიქაც აწიეს და დალიეს რომ აი როგორ იოლად გამოვედით და ასე შემდეგ. საერთოდ ესეთი მოსული ამბავი იყო აი ესეთი შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარეები და ხელმძღვანელობა ორი ტიპის არსებობა ერთი გულწრფელი კომუნისტები და ესეთი იმის კაცრი იმის კურსის პარტიული კურსის გამტარებლები რომ მიტისკავდნენ იმას უზავდნენ ამას უზავდნენ რაღაცის და მეორე კატეგორიის ტიპები აი კაი ტიპები ანუ სისტემის ნაწილია მაგრამ აი ადამიანური სახე აქვს აი კლასიკური ის იყო ამის მაგალითი აი ნოდარ დუმბაძე ხო და მაგითო ვერ ვიტან ხოლმე დღევანდელი გადმოსახედიდან რო უყურებენ იგივე ნოდარ დუმბაძეს და სხვებსაც რომ ეგ უბრალო პარტიული ჩინოვნიკი იყო რომელიც პარტიული ჩინოვნიკიც იყო იქაც დადიოდა სხდომებზე და ლენინზეც რაღაცას ქველს აწერდა მაგრამ სისტემის ნაწილი იყო ოღონდ ნუ ისეთი არა ხო დარწმუნებული ვარ აი სხვის მაგივრად რაღაც პირად გვერდზე გადადებდა თავს გაწირავდა დაიცავდა მეგობარს და მოკლედ სისტემის შიგნით ადამიანი რომელიც ცდილობს ხო ხვდები დისიდენტი არ არის და არ ებრძვის რეჟიმს მაგრამ ვიღაცისთვის რამეც გაფუჭებულია ეგ არ ვიცი ანუ იქ სულ ისე იყო რა მაგრამ არ ქონდა ნუ ჩვეულებრივი ინტრიგები ხა მწერლები ერთად რო შეიკრიბებიან გინდა საბჭოთა კავშირი იყოს გინდა საქართველო და გინდა რომ ვიღაცები ერთად ძმაკაცობენ ვიღაცა ორი ერთ სხვას ძირავს და გააჩნია როდის ხდება 30-იან წლებში თუ ხდება ის სხვა რო ჩაიძირება წავლენ და დახვრეტენ 80-იან წლებში რაღაც იმას დაჩას აღარ მიცემენ ან რაღაცა შეიძლება გარიცხონ შეიძლება პრობლემები შეუქმნან მაგრამ საბოლოო ჯამში ხა მანდ რაც იყო ყველაფრის ესე რომ ნახე გამოდიან და ლენინი კარგი იყო ამბობენ 82 წელია და ბარ ასიზამენ და მანდ უნდა ეს დაბლ სპიკი ტყუილად არ რქვა როგორ არის ორ სიტყვაობა ქართულად დაბლ სპიქს როგორ თარგმნით ხოლმე და ვერაგობა არა არა იმისი რა 1984-ის ტერმინი არის ერთს რო ორი რაღაცა რო იგულისხმება ერთი მით დაიკიდე ეგ იყოს იქ რო გამოდიხარ ხო ორაზროვნება არ ვიცი რა ხო რომელიღაც რაღაცნაირად იქნება ნათარგმნი მაგრამ ერთს გამოდიხარ და ამბობ რომ პატივი ლენინს პატივი ჩვენს დიდ პარტიას რაღაცა კოლავ ნადირაძემ რაც უდ რაღაცა გააკეთა არ უნდა ექნა ეგ დათვრა ეხა ხო არ არის გასამართლებელი საბუთი, მაგრამ ნუ თან დათვრა, თან ასაკიცა აქვს. ნახეთ ან მავზოლეუმზე აქ ლექსი დაწერილი და ანუ შენიშნა უნდა მივცეთ, მაგრამ ეხა ეგ მოდის იქიდან რა, რომ სისტემაში შეგნით მუშაობენ და მან კი არ ძირავენ ხელსაფარებენ, მან თუნდაც სხვასი თან ლანძღავენ. კი ხო აი უყურე სხვა ოქმები რო ნახონ აი 30-იანი წლების და ან პერიოდიკა რო ნახონ აი მიხეილ ჯავახიშვილს და ტიციან ტაბიძეს როგორ აკრიტიკებენ
აი მიხვდებიან აქ რომ ის არის სხვა შინაარსით აკრიტიკებენ და სხვა განზრახულობით და სხვა მიზნით. იქ ახლა რო კითხულობ, რასაც წერდნენ მიხეილ ჯავახიშვილზე და ტიციან ტაბიძეზე, აი უბრალოდ ვინც წერს, აი ის არის მკვლელი და ეს იგრძნობა. აი რო აი მიხეილ ჯავახიშვილი ხო ხვდები არა, იქ არაფერი სახუმარო არ არის, იმიტომ რომ გვერდზე ხრიტავენ და ის კითხულობს და თვითონ ეს ბოლშევიკები არიან, იქ პირველი პირები და გადაწყვეტილების მიღები. ანუ შენ რო ვიღაცას იქ აკრიტიკებ, ეს არ არის ესეთი, რომ აი იცი რა არის, ჩვენ მეგობრები ვართ, მაგრამ იცი რა არის, ლიტერატურული გემოვნებაა და მე ზმაო, აი შენი ეს ტექსტი თუ არ გავაკრიტიკე, ხო? არ ვიქნები მე პირნათელი, ამაზე არა, აქ სიკვდილის სიცოცხლის ამბავზე არის და თან რა კუთხით აკრიტიკებ ისიც ახლა რა ქონდა საკრიტიკებელი იმას მიხეილ ჯავახიშვილის იმას ტექსტებს ხო პროზას იმის გამო კი არ აკრიტიკებდნენ რომ აი სინტაქსი და რაღაცა და ეს და ხო აი ისეთი იდეოლოგია რასაც მიიჩნევდა აი სასიკვდილო უპატიებელ დანაშაულს აი იმას უსვამდნენ ხაზს და ამზადებდნენ სიკვდილს აქ პირიქით არის აქ აღარ არის აქ არის რომ აი მოდი რა რაღაცას და ყველაფერი ისევ დარჩა ხო ისე დარჩა ხო აქ რაღაც ითქვა რაღაცა მაგრამ ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა მისი ცხოვრება ხო და იმის თქვა მინდა რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილი რაღაცა ძველი ოქმები შეგვიძლია გამოვიყენოთ მახინჯის სისტემის საკრიტიკებლად იმის საჩვენებლად თუ რაღაც არაცუდი იყო მაგრამ ეხლა კიდევ ერთხელ სახელი და გვარები წერია ტიპების რომლების სახელების კუჩები გვაქვს და თუ ეგ იმას არ ნიშნავს რომ რაღაც კრიტიკაზე მაღლად განან და თუ რაღაცა მიქარეს არ გამოიტანო და ის არ ქნა მაგრამ როცა არ უქნიათ ნუ ვათრევთ ტალახში ტიპების სახელებს რომლებიც უფროს მეგობარს იცავდნენ იმ დროის შესაძლებელი არავინ არ იმსახურებს რაღაც იმას თითიდან გამოწოვილ თან მით უმეტეს ეს რეპუტაციული ზიანის მიყენებას ხო ხო ნიკო აქ კიდე მნიშვნელოვანი გუში რაც იყო ხო იმას პოლიტპატიმრების სინდის პატიმრების ოჯახის წევრებს დედებს მშობლებს ჰქონდათ დაკავებული 9 აპრილის მემორიალი და იყო გაფრთხილება რომ არ მოუშვებთ აქ არ ვერ უნდა მოვიდნენ აი ამ გამზირზე აქციების სისხლიანი აქციების მომწყობების დამრბევები ვერ უნდა მოვიდნენ აქ და ვერ უნდა მოიტანონ ეს ტიტები ძალიან სასაცილო იყო ახლა მესმის რომ ამ 9 აპრილის სიმბოლო არის მაგრამ ესეთი ბობოლა თანამდებობის ტიპებმა ვისაც ის საკუთარი გვერდები აქვს Facebook-ზე და ის რაღაც ისა სოციალურ ქსელებში იქ ესეთი კარდები და იმის ნამუშევარი გრაფიკული დიზაინერების ისა ტიტები ჯულბანები გაფორმებული ყველას და აქაც არა აი ზუსტად აქაც ცალკეული დაბალი რანგის ისინი პროპაგანდის წარმომადგენლები მე არ ვახ ვიღაცა შეიძლება გზასაცნი აი კაზიონი იმეებით ტიტებით ისა ჯულბანებით მოვიდნენ ესე დემონსტრაციულად და ხო რისი თქმა მინდა რომ ვერ მოვიდნენ და თვითონაც მე აი სამებაში წავიდნენ და იქ მე მდინარაძეს აერია რომ პარაკლისი გადაუხადეთო და პარაკლისი და პანაშვიდი ასეთი კონსერვატორები მორწმუნეები და იმას რელიგიას თავიდან ამოწმენ ხოლმე რა ახალამებში ხანახან მქონია დასაწერილი თავიდან კვლევას ვატარებ რომ რა მეშლება სულ ანუ რა კარგ კვლევას ვატარებ კი არა ვერ ვისწავლე მეც ხო და იცი რა არის ერთი მხრივ რომ აქედან იყო და მუქარა მოდი ასე ვთქვათ რომ არ მოგიშვებთ და ანუ არ მოხვიდეთ არა გაქვთ აქ მოსასვლელი იმიტომ რომ თქვენ თვითონ გაქვთ აქ დარბევები გაკეთებული და პატიმრების ციხეში დამწყვლეული ყავთ ხალხი რისთვის იყო ეს გამოსვლები ხო მოდი რო გავამარტივოთ ხო მეტი თავისუფლებისთვის მეტი რა თავისუფალი არჩევანი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ამ რუსეთის იმიდან გამოსვლისთვის უცხოძალის ხო აი ახლა რო გააცოცხლო იმ 9 აპრილის ის ტიპები ვინც რა იდეალებისთვისაც იბრძვიან და იმათმა წაიკითხონ ახლა დღევანდელ გადახედონ პრესას ან იმას სოციალურ ქსელებს და ევროკავშირი ტერია ესტონეთის ვასალი ჩვენ არ ვიქნებით გერმანიის ელჩი უნდა გავაძეოთ და არც ერთი სიტყვა რუსეთთან რაღაც ის უცხოძალა და ის არ გაუკვირდებათ ეს რანაირად ეს როგორ დალაგდა ესა ხო ხო და მე რას ვფიქრობ და თვითონაც ჩათვალეს რომ არ უნდა მოსულიყვნენ მე რას ვფიქრობ იცი ნიკო ეს არის ძალიან
შეიძლება ვწდები და ვჩქარობ და ზედაპირული დასკვნა არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ აი ქვეცნობიერად, შეიძლება არც ქვეცნობიერად და ცნობიერადაც გრძნობენ, რომ ეს ადგილები, ასეთი საკრალური ადგილები, არ არის მათი საკრალური ადგილები. უბრალოდ უწევთ აი ამის მითვისება. იმიტომ რომ აი ესია რა დამოუკიდებლობის დღე არის, ის 99 წლის, 91 წლის 9 აპრილი ძალიან მნიშვნელოვანი და უბრალოდ აი არ ყველა მიდიოდა და არ შეიძლება რო არ მივიდეთ. თორე აი როგორ იოლად დათმეს და არც მივიდნენ. არც ულაპარაკიათ. ჯერ ერთი საქმე იქამდეც არ უნდა მიიყვანო რომ აი ეს ვინმე მგითხრას და არ რომ შარშან ხო იყვნენ, შარშანცინ ხო იყვნენ. კი შეიძლება ვიღაცას არ მოწონდა, მაგრამ არავის არ უთქვამს რომ არ მოხვიდე, ხო? ხო, რისი თქმა მინდა, იცი? აი პირველ რესპუბლიკას ჰქონდა თავისი საკრალური დღეები, ხო? მაგალითად პირველი რაც გვახსენდება არის 26 მაისი დამოუკიდებლობა და 12 დეკემბერი შეიძლება ეს გვარდიის ის არის მნიშვნელოვანი გამარჯვება და მე გვარდიის დაარსების. რა ხდება 12 დეკემბერს გვარდიის დაარსება? გვარდიის დღე, ხო, ეროვნული გვარდია ხო, სახალხო გვარდია ხო იყო იმის დღე და აღნიშნავდნენ ამას და პრესა რო გადაშალო იმ პირველ 3 წლის ისა, ნუ განსაკუთრ გალაქტიონს აქვს ლექსი მიუძღვნა და მოკლედ იმათი საკრალური თარიღები ეს იყო, ხო? მე ეს პირველი რესპუბლიკა მოკლეს და ბოლშევიკებმა გამოიგონეს თავიანთი ისა, ხო? სიტყვაზე ეს იყო 1 მაისი, 7 ნოემბერი ეს რევოლუციის საქართველოს გასაბჭოების ეს 25 თებერვალი და ნუ ამას ზეიმობდნენ და თავისი საკრალური ადგილები ჰქონდათ, ხო? გამარჯვების პარკი ჰქონდათ ის ვაკეში 26 კომისტრის რაღაცა ლენინის ძეგლები ჰქონდათ, ლენინის მოედანი და რაღაცა. მერე მეორე რესპუბლიკა, ეს აი 91 წლის 9 აპრილს, ხო? აი ეს არის მეორე რესპუბლიკის საკრალური ადგილები და საკრალური თარიღები 9 აპრილი, სიტყვაზე 31 მარტი, რეფერენდუმის დღე. აი ეს პარლამენტის წინა მოედანი, ნუ აი უმნიშვნელოვანესი ადგილი იმ 9 აპრილის გამო და მერე შემდგომი მოვლენების სულ მანხდებოდა და ხო, ეს არის მათი. აი რაღაცნაირად ახლა როგორც ეს დღევანდელი ხელისუფლება ცვლის კურსს, ხო? აი ფაქტობრივად ეს არის თუ გამოუვიდათ, ეს არ იქნება მეორე რესპუბლიკა, ეს უკვე სხვა რესპუბლიკა იქნება. აი როგორც პირველი რესპუბლიკა დამთავრდა და ოღონდ ამის ის ჯერ არის აი ძალა ან პროპაგანდისტული უნარები ან შეიძლება დრო არ მოსულა ჯერ არ გაუკეთებიათ და აი პარაზიტობენ აი ამ მეორე რესპუბლიკის საკრალურ თარიღებზე რომლებიც აი ახლა არ არის მათი არ არის აი რაღაც ეკვილიბრისტიკას აკეთებს ეს პაპუაშვილი კობახიძე რომ რაღაცნაირად შემოატრიალოს რომ აი იქ გაუბედურებული დედა რომლის შვილი ჯერ ცემეს მე შეთითხნილი ბრალდებით რაღაცეები ჩაუდეს გადაყვანის დროს აწამეს და ციხეში ყავს ჩაგდებული ხო იმას ადარებს რადიონოს და საბჭოთა აი რანაირად შეიძლება ანუ უყურე აუცილებელი პირობა რომ ვიღაცა შეადარო როდიონოს და ნიჩა ბალესი ჯარისკაც სულ ცოტა ძალადობაზე უნდა მიუწვდოდეს იმ მასშტაბის ძალადობაზე მიუწვდებოდეს ხელი ის რომ მე სიტყვაზე ქუჩაში გასული ვარ და მარბევს და წინააღმდეგობას უწევ სიტყვაზე პოლიციელს ხო რანაირად ატრიალებ ის არის ეგეთი იმით აი ფიზიკურად და იმით ქცევით ვინ გავს იმ ჯარისკაცებს საბჭოთა ჯარისკაცებს ხო ეს ხო არ დგას აი სიტყვაზე როგორც იმან თქვა ვოლსკი პომპონჩიკიანი ლიბერალი არის ისა როდიონოვის მკეცი რომელიც ალესი ნიჩავს უთავს რუსთაველზე ვინ დაასისხლიანა ვინ ცემა იმ გურამ როგავა ვინ აბურთავა ვინ ითამაშა ფეხბურთი იმის მომიტინგის თავით ვინ გამოავლინა იმ მასშტაბის სისასტიკე ხო აი მე ვფიქრობ რომ აი ეს არის რომ თვითონაც გძნობენ რომ ეს არ არის არც მათი საკრალური ადგილები არც საკრალური თარიღები არის და რაღაცნაირად აი იმასავით პარაზიტირებენ აი ამ იმის მეორე რესპუბლიკის ამ თარიღებზე ხო არ ვიცი მოუწევთ რაღაც სითამამის მოკრება და რაღაც რადიკალურ ნაბიჯებს და როგორც იმან 21 წლიდან მოყოლებული 70 წლის განმავლობაში საბჭოთა რეჟიმმა შექმნა თავისი საკრალური ადგილები და დღეები, ამათმაც უნდა მოიფიქრონ. არ ვიცი რა შეიძლება, 1 ოქტომბერი აქვთ. 1 ოქტომბერს გაცილებით უფრო გულწრფელია. გახსოვს ღარიბაში რო გამოვიდა და დღეს ბიძინაობა არისო და 1 ოქტომბერს არ ვიცი 1 ოქტომბერი რა იყო, ამიტომ ისე გიც გოდიშ დამავიწყო. ხო, აი ეგეთი ამბები ხო. ხო, აი ამის გამო არის. მე არ ფიქრობ მხოლოდ აი რაღაც
ესეთი პრაგმატულად და აი რაციონალურად რომ მოერიდნენ იქ ხო ვიცით რომ არ არის მორიდებული ხალხი და როცა ჭირდება ისე იქცევიან და დაუსჯელად იქცევიან თან ხო არანაირი არა რიდი აქვს თუ რაღაცას გააკეთებენ და მე ვინმე დაისჯება ან ვიღაცას დაავალებენ და ის არ გააკეთებს იმის გამო რომ მე ძმაო კანონს ვერ დავარღვევ არა აი ამის გამო რომ თვითონაც გრძნობენ რომ ეს არ არის მათიც და აი ამისთვის ჭირდება აი წარმოუდგენელი ლოგიკა არის აი დრო რო გავა და ну ახლა ესია ხო ბუნების კანონი არის ბოლო ის მოქმედებს ხო რაღაც დროის მერე ადრე გვიან თუ როცა იქნება შეიცვლება აღარ იქნება ეს ხელისუფლება ეს პოლიტიკოსები აღარ იქნებიან ხელისუფლებაში აი წარმოუდგენელი იქნება აი ეს კვლევარები რასაც დაწერენ ან მერე მომავალი თაობის ისტორიკოსები ან ისტორიით დაინტერესებული ტიპები როცა იკითხავენ როგორ ცდილობდნენ ამ რეალობის ამოტრიალებას და ჯერჯერობით გამოვიდეთ კიდევაც მოსობაში დრო გაგვივიდა გადავხედოთ კომენტარებს თუ იცი საინტერესო კომენტარები რომელი შეხვდა შენ რა ერთი რომელიც ესე იგი მე მისწორებს რომ იმაში ფილმში რომ დიპოლიტო ხჭერო არა ის მადლობის თმამიდა იმიტომ რომ არის ბავშვობიდან ხო ეს ვიღაცა უფროს მამით რაღაც მე არც ჯერ თქვი რას გისწორებს ხო მოკლედ ვამბობ რომ ეს როგორი კარგი ფილმია მეთქი თვითონ სიუჟეტი თამაში ყველაფერი ხო იქ როგორ კარგად არის ეს ფილმი გაკეთებული და დეტალებიც როგორი საინტერესო აქვს მეთქი სტადიონზე ეს ბილეთის რო ჩალიჩობს და იქ დადის სტადიონის წინ მიდის მაღალ კაცთან და ეს რობერტ შავლაყაძეა მეთქი ეს ოლიმპიური ჩემპიონი სიმაღლეზე ხტომაში და არა შალვა ლეჟავა კალათბურთელი არისო და აი ბავშვობაში რომ მითხრა უფროსმა ვიღაცამ ხო აი ესე დაივიმახსოვრე და ეს რაღაცნაირ მოცემულობასავით გაქვს და არაკეთებ ამ ფაქტ ჩეკს და სულ გონიაკ და აი დიდი მადლობა რომ შემისწორა მაგრამ ერთი არასწორი შესწორება აქვს რომ ვიღაცა გვისწორებს რომ თითქოს ჩვენ ვლაპარაკობდეთ ფეოლას. ფეოლა სხვა ფილმია ეს. ფეოლა სხვა ფილმია ორივეგან გენიალური და გენიოსი იპოლიტი თამაშობს. ეხლა ჩამოვყვები იმის მიხედვით როგორც სტოპ დამოწერილი გაქვს? ლექსია მოვწერე ხო იმიტომ ვიდრე იპოვე მანამდე ლექსია არ წავიკითხა 97.05 ეს რა ქენით ბიჭო ტიპები მარტის ბოლოს თქვენ დახურვას აღნიშნავდნენ წინასწარ და თქვენ კიდე YouTube-ის 100,000 გამომწერის აღსანიშნი დაფა დაახვედრეთო. Yes, მადლობა. გურამკე პირველ რიგში 100,000 გამომწერს გილოცავთ, როცა ლაივში გადიოდოთ, ხშირად კი კომენტარებთ, ცოტა გვაკლია ჩვენს ლაივი. ამბოლო დროს შორიდან გადავნებდით თვალსო და ხუთშაბათობით ველოდებიო ტოპ 3-შიო კაცებსო პოდკასტად თქვენო. და კარგ კამპანიაში ვართ გადასარევში. ასე რომ ძირითადად გილოცავენ განყუთვაზე უფრო ამოყუთვა არის კარგიო ვაჟიქს 84 გვწერს. კიდევ ერთხელ განფუთვაჯობია, ჩემი აზრით. განფუთვა კი, ვერ მოგედავებიან. და ასევე აი თქვათ მაკა ცერცვაძე წერს, რომ როცა ვსკროლობ და რამე ახალი ამბავი შემოხვდება, სანამ რადიო თავისუფლება არა დაადასტურებს, მანამდე არ ვიჯერებ, აუცილებლად უნდა იარსებოთო. წინაზე ცოტა დამაკლდა ჩვენი მხრიდან, ანუ როცა წინაზე ვლაპარაკობთ, რომ 100,000 გამომწერი ყავს YouTube-ზე და ჩვენც მიგვიწვის თქვენი წვილი, მაგრამ შეგვეძლო კიდე ჩვენ კოლეგებზე მეტი გველაპარაკა, ვინც გადასარევ YouTube კონტენტს დებენ ხოლმე, რომელიც ბოლოდროინდელი რაღაცა გადაადგილების შემდეგ ზოგი ისე ლაივში ვეღარ გადის. ხო, ლულუმ დაიწყო, ხო, YouTube-ზე. ადრეც იყო, მაგრამ ახლა ძირითადად YouTube-ზე, ხო? ანუ მანამდე ნასტასიასაც ვიღაცა ხოლმე არის ნახვები ბლომას და მithქმა მოთქმა და ნასტა და ქევანას და თომას ვიდეოები კიდე გადასარევები, რომელსაც აკეთებენ აი კამფეტებს კი ბატონო. და ეს ქორიზე რასაკვირველია. ქორიზე რასაკეთებს. ფენოვანი ხო? ფენოვანზე ხარ შენ? არა, ფენოვანი არის გადასარევი პროექტი, აი ის წარმოუდგენელი გურგენა და ის მირო ხო? ხო და მოკლედ ახლა პოპულარს რო დავხედე, ხო ძირითადად ვახსენეთ ეგენი. მოკლედ, ესე იგი YouTube-ში search-ი წერთ განკითხვის დღეს, ან უბრალოდ რადიო თავისუფლებას. და მთელი სამყარო შვენიერი სამყარო თქვენს წინაშე გადაიშლება. ახლა პოპულარულებს რო გადავედი, მაინც გოგი დომინირებს ხოლმე. ყოჩა, ანუ ისეთი იცი როგორ არის ხოლმე, რომ გოგის დაკავშირებით სტერეოტიპი არსებობს, რომ მხოლოდ რაც ჰაი არტ რაღაცა ისეთ არა, ხედრიონელებიც აქვს და ქურდებიც აქვს და შვილები და ასე შემდეგ და კარგა პოპულარული ბევრი ნახვებიანი. გოგის შვილში აი სადღაც ერთი თვის წინ, აი მოკლედ ერთი თვის, აი ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჰქონდა აი ეს ჯინსების თაობა, თვითმფრინავის გამტაცებლების
მეორე მხრიდან ძალიან კაი პოზიცია, ხო, იცი რა არის მაგაზე მე ნიკო აი წლების განმავლობაში მიფიქრია, მაგრამ აი ხან დრო არ არის, ხან რაღაცის გამოხტება, ხან ის აი ეს მეორე მხრის ისტორია საფუძვლიანად, აი ვინც არის დარჩენილი იმათი ამბავი არის დიდწილად მოთხრობილი აქ ერთი ადამიანის იქ მოკლულის ეკიპაჟიდან ერთ-ერთის მოკლულის შვილი ყვება, აი რა გადაიტანეს, როგორ იყო, რანაირად იყო, აი ყოველგვარი იმ რომანტიზების გარეშე და აი ძალიან ეგეთია საინტერესო და დარწმუნებული ვარ, აი ვინმემ რომ მოკიდოს ხელი, აი ესეთი დოკუმენტური პროზა, აი ალექსიევიჩის, აი როგორი საშარო საქმეა ჯიმი წარმოიდგინე არა, იცი რა არის, აი კარგი საშარო როგორ, საშარო არა, წარმოიდგინე, შენ რო წერდა იმენა ესე უნდა იარო. კი, ძიმე სამუშაო. კანსო ჩვენი ანასტასია სლოვინსკაიას ეხა ჩავხედე, კიდე პოპულარულებში რა არ გვიხსენებია მეთქი და ლევან ბერძენიშვილი არის ხოლმე რაღაცებს რუსთაველზე და ტერენტი გრანელზე კი აქვს ერთი 100,000 ნახვა. ძველები ეძახე, მაგრამ კი ანუ არ არის რაღაც ისეთი თემა, რაღაც იმ წუთის თემა, შოთა რუსთაველი, მაგრამ ევაგრინ ისინი აქვს ბატონ ლევან სულ რო აი როცა გინდა მე ხშირად თავი კიდევ ბევრი გამოხდა, კიდევ ძალიან ბევრი კაი რაღაცა გაკეთებული აგერ რადიო თავისუფლებაში და დროდადრო მოგაწვდით ხოლმე რომ არ დაგავიწყდეთ რომ ეს არის. მაინც მარტო კაცი რო არის, ხო იცი, გურული კაცი ფოლკლორს რომ ღერის, თვითონ ხმებს რო შლის და ყველა ხმა თვითონ რო არის და ეგეც მილიონი ნახო შენ ხო შენარჩენ ვაიმე რა ხალხში ხო და იმასაც ქონდა ესაც კლინტი ყველის მიიღოს და აგერ ჩვენ იმან ესეთი ცოტნე ყურაშვილი ესეთი ის აქვს ეს მისამართიდან გამომდინარე ესეთი მთელი ლექსი არის უცნაური ამბავია ძროხამ ჭამას კლინტი დიახ სულაც არ მოგესმათ კიდევ ერთხელ ვიტყვი და ესეთი გარითმული კონვენციური ლექსი არის 1 2 3 4 5 იმას სტროფიანი ახლა მე არა ვარ კაი დეკლამატორი ნიკო ხო და თვითონ გაეცანით ხო არა ვარ კაი დეკლამატორი არა კარგი ხო მოკლედ გალაქტიონი ბევრად დათო იქ ისე ზის ცოტა ესე რომ ნაპოლეონზე ლაპარაკი უნდა და არ გამოვიდა და ესეთი მოწყენილი ქორიძე პირველად იშვიათად ანუ პირველად ნახე მოწყენილი ქორიძე ასაკი ხო ისე რა არის ვაიმე ინგლისური ამინდია და ის კოკა კაციტაძეს არა იცი რა არის უმახსენდება იქ როგორი ბდღვიალა ფარდა გვაქვს ხოლმე და ახლა ჩაბნელებული იქნება კოკა კაციტაძე ისა სპეციალურ საგამოძიებო სამსახური ესე ქვია აი ჩვენ გვიყურებთ დაასანქცირა რას მეუბნები დიდმა ბრიტანეთმა რას მეუბნები ვაიმე ტაბულას ედო ფოტო ტელზის პირად ეს კოშკები უკან ეს ზოდი გაასწრა ინგლისური ამინდია დავიშალეთ ხო კოკა კაციტაძემ რო თქვას რომ მე მყარი მირჩევნია ტემზასო და მე რო დამთაგოს ენას ძვალი არა აქვს შენ რა დამთაგოს კარგად ხალხო